შაბათი რომ თენდება არის ამაღლების დღესასწაული. ამიტომ ჩვენ შემდგომ ოთხშაბათს არ გვექნება ეს პარაკლისი და საკვირაო სკოლა. იქიდან გამომდინარე რომ მე ძალიან ჭირს რომ 6 საათზე მოსული ადამიანი ფაქტიურად აქ 9-მდე ვართ ხოლმე 10-მდე ხან უფრო იქით და მე პირდაპირ ამხელა ხამისთავის სახურება ძალიან გაჭირდება. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ რომ მოემზადოთ მაშინ პირდაპირ ზიარებისთვის და აღსარება ნათქვამი გექნებათ უკვე და ისე რომ ღამით დაახლოებით ეს 10:30-ისგან დავიწყებთ. ამაღლების დღესასწაულია და ან შეიძლება სულაც ლოცვა იყოს 4 საათზე და შემდგომ ღამით წირვა იყოს. შევხედოთ ამას კვირას გავარკვევთ ესე იგი. ყოველ შემთხვევაში საკვირაო სკოლა და არ იქნება. პირველ რიგში გილოცავთ გუშინდელ დღესასწაულებს, ვინც არ იყავით, ესე იგი, გუშინ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. არაერთი მხრივ. ერთი მხრივ იყო საქართველოს პირველი გამაქრისტიანებელის და საქართველოს ეკლესიის დამფუძნებელის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. ასევე იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული, რომელიც 2019 წელს დადგინდა. 2019 წელს დადგინდა, თუმცა ეს 2019 წელს არ მოხდა, ეს პირველ საუკუნეშივე მოხდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი იყო ჩვენი სამშობლო. ამავე დროს იყო პატრიარქის აღსაყდრების დღე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მე რომ დავიბადე იმის შემდგომ ეგეთი რამე არ ყოფილა, ვინც ცოტა ასაკიანი ხართ, შეიძლება გახსოვდეთ პატრიარქი ილია მეორეს აღსაყდრება. შეიძლება ზოგიერთი კიდევაც დაესწარით იმ მოვლენებს, რაც მაშინ იყო 1977 წელს. და ჩვენთვის კი ყველასთვის დანარჩენისთვის ეს იყო პირველი მოვლენა, რაც მოხდა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და თქვენ ხედავთ ესე იგი აი როგორ ყველაფერი როგორ ლამაზად და შესაბამისად ეკლესიისა აღსრულდა ყველაფერი. იქ ახლა არ არის საუბარი ვიღაცის გამარჯვებაზე და ვიღაცის დამარცხებაზე. ეს როდესაც არის ერთიანი ეკლესია და არის სისავსე, იქ ყველასთვის საერთოა ის გამარჯვება. იქ ადამიანები ესე არ უყურებენ, რომ ის გამარჯვებს და მე დავმარცხდები. არამედ უყურებენ ისე, რომ ღმერთმა, ვინც გამოარჩია, ვინც ინება, რომ ყოფილიყო მწყემსთავარი, მის გვერდში უნდა ვიდგეთ ყველანი, იმიტომ რომ ის დგას აი ამ სისავსის გვერდში და მთელი ეკლესიის და ერის გვერდში დგას. იმიტომ იქ არ არის ჩემი და შენი საქმე, იქ არის ყველას საერთო საქმე. და იქ ყველა ერთად უნდა იყოს თავისთავად ცხადია, ჩვენც მათ შორის. ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი გვერდში დგომა რას შემატებს. ყველას გვერდში დგომა შემატებს, იმიტომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. და გახსოვთ პატრიარქი ილია მეორეს სიტყვები, რომ თქვენი წილი საქართველო თქვენ უნდა გადაარჩინოთ. თქვენს თავში და თქვენს გარშემო თქვენი წილი საქართველო თქვენ უნდა გადაარჩინოთ. თქვენი დიდგორი და ბასიანი თქვენ უნდა მოიგოთ. იმიტომ რომ ჩვენ გვეწოდება მებრძოლი ეკლესია. არსებობს მოზეიმე ეკლესია, არსებობს მებრძოლი ეკლესია. ეს ერთი მთლიანობაა თავისთავად ცხადი. მაგრამ ნუ პირობითად რო გავყოთ, მიწაზე მყოფ ეკლესიას, ანუ კრებულს ეწოდება მებრძოლი ეკლესია. ზეცაში მყოფს, ანუ ვინც უკვე გარდაიცვალა, ხა ჩვენ ხატები გვაქვს აქ წმინდანების, რომლებიც თავის დროზე ესე ჩვენაირად იყვნენ ამ მიწაზე. მათაც მაშინ მებრძოლი ეკლესიის წევრები ერქვათ, ახლა კი მოზეიმე ეკლესიაში არის. მე ხა რატომ მებრძოლი და რატომ მოზეიმე? ან ვის ვებრძვით, ან რას ვზეიმობთ, ხო? ვინმეს კი არ ვებრძვით ეს. როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენი ბრძოლა არ არისო ხორცისა და სისხლის წინააღმდეგო. ანუ ჩვენი ბრძოლა არ არის ადამიანების წინააღმდეგი. ჩვენი ბრძოლა არისო დაცემული ძალების წინააღმდეგო.
უპირველესად კი ადამიანი ჯერ თავის თავს ებრძვის, თავის ნაკლოვანებებს ებრძვის. და როდესაც ხდება ადამიანის გამარჯვება, ანუ გამარჯვება თვითონ ეს სიტყვაც გახსოვთ მაცხოვარი რომ აი მათეს სახარების 25 თავში არის აღწერილი. ზოგს დააყენებს თავის მარჯვნივ, ზოგს დააყენებს თავის მარცხნივ. ეს გამარჯვება თვითონ ეტიმოლოგია ეს რომ ნებისმიერი სიტყვა ხო საიდანღაც მომდინარეობს, არა? არის მარჯვენა, არის მარცხე. უფალმა თავის მარჯვნივ ვინ დააყენა ცხონებული ადამიანები. ის გამარჯვებაც სწორედ იმას უკავშირდება მარჯვნივ დაყენებას. და თუ ადამიანი დადგება ქრისტეს მარჯვნივ, ანუ ცხონებულთა მხარეზე, ესე იგი ის უკვე არის მოზეიმე ეკლესიის ნაწილი. ანუ ჩვენ როგორც არ უნდა წარვემატოთ სულიერად ამ წუთის სოფელში, მაინც არსებობს შესაძლებლობა დაცემისა და წარწმენდის. ამიტომ ბოლო ამოსუნ თქვამდე. არასოდეს აი წმინდა მამები ასე ამბობენ, საკუთარ თავს არ უნდა ენდო. კუბოს კარამდე არ უნდა ენდო საკუთარ თავს. არ უნდა ენდო იმას, რომ აი მე რაღაცა ცოდვიდან ამოვედი და მორჩა, ის აღარ განმეორდება. ნებისმიერ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო. და როდესაც უკვე ადამიანი გარდაინაცვლებს მოზეიმე ეკლესიაში, ანუ მისი სული გადარჩება და ცხონდება, იმას საბრძოლო აღარაფერი აღარ აქვს. მისთვის არის მარადიული ზეიმი, მარადიული სიხარული. და ამიტომ იმ ნაწილს ეკლესიისა, რომელიც ამ მიწიდან უკვე გარდაინაცვლებს, იმას ეწოდება მოზეიმე ეკლესია. ჩვენ მანამდე ბრძოლა გვიწევს. ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ მანკიერებებთან, საკუთარ ცოდვიან მიდრეკილებებთან, ბრძოლა გვიწევს დაცემულ ძალებთან. და აი ამ ბრძოლაში ჩვენთვის დიდი შემწე არის ეკლესიური ცხოვრება, ეკლესიური აზროვნება. იმიტომ რომ არ არსებობს სწორი სოფხედველობის გარეშე, ანუ სწორი რწმენის გარეშე, სწორი ზნეობრივი ცხოვრება, როგორც წმინდა ივანე ოქროპირი ბრძანებს და არც სწორი ზნეობრივი, არც სწორი შემეცნება, სწორი რწმენა არ არსებობს სწორი ზნეობრივი ცხოვრების გარეშე. ანუ რას ვამბობ, ნახეთ, აი შეიძლება ადამიანი უწმინდურად ცხოვრობდეს და ცდილობდეს ამავე დროს, რომ იმ საღვთო საიდუმლოებებს ჩაწვდეს. ეხლა რამდენჯერ ყოფილა ხოლმე, რომ აი სიტყვაზე სუფრაზე ხდება გარჩევის საგანი, ესა თუ ის სულიერი საკითხი. წმინდა მამები, ესე იგი 10 წლობით და უამრავი წელი მოღვაწეობდნენ, რომ იმ სულიერ საკითხებს გაცნობოდნენ, ისე ჩაცდომოდნენ, როგორც ეს საჭირო იყო და ჩვენ ახლა გვინდა ხოლმე, რომ ყოველგვარი გაუწმენდავი გონებით და გულით გვინდა, რომ იმ რაღაცა ახალ მატერიებზე ვიმსჯელოთ ხოლმე და თან ვფიქრობთ, რომ ჩვენა ვართ მართალი. მე ის ვიღაც ვფიქრობს, რომ ის არის მართალი და რაღაც სულიერ საკითხებზე სინამდვილეში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეშმაკი ათამაშებს თავის გვაზე ადამიანებს. თუ ადამიანი სუფთად და წმინდად ცხოვრობს, აღსარებას ამბობს და ცდილობს, რომ სინდისიერად იცხოვროს, მისთვის უფრო მეტად გასაგები ხდება სულიერი საკითხები. ძალიან ეხმარება ადამიანს სახარებისეული ცოდნა, ესე სახარების ცოდნა, სახარებისეულად უნდა აზროვნებდეს, სახარებისეულად უნდა ცხოვრობდეს. უფალი ხო ამბობს, რომ ვისაც მე უყვარვარო, ჩემი მცდებები დაიმარხოსო, ჩემი მოწაფე ის არისო, სხვაგან ამბობს, ვინც ჩემს სიტყვებს დაიმარხავს, ჩემს ცნებებს დაიმარხავს და მე მინდა ორიოდე სიტყვა თქვა სახარებასთან დაკავშირებით. თუმცა მანამდე მინდა თქვა გუშინდელი დღე იმითიც იყო კიდევ აღსანიშნავი, რომ იყო ჩვენი ღვთაემთავრის მეუფე ანდრიას ანგელოზის დღე. მეუფე ანდრიას, სწორედ ანდრია პირველწოდებულის სახელი ქვია, როგორც ღვთაემთავარს და ის არის მისი შემწე და მფარველი და ძალიან უყვარს ასევე მეუფეს წმინდა გრიგოლ ხანძთელი. სწორედ გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს არის ის ღვთაემთავრად ნაკურთხი.
საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის იმას, რომ რომელ დღეს დაიბადა, რომელ დღეს მოინათლა კიდე. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ვინ არიან იმ დღის წმინდანები, როდესაც ჩვენ დავიბადეთ, ხა შეიძლება დაბადება ასე თუ ისე ყველას გვახსოვს, მაგრამ აი როდის მოვინათლეთ, ალბათ უმეტესობას არ ემახსოვრება ჩვენ შორის მაინც. მაგრამ აი მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი შვილი რომელ დღეს მოუნათლეთ, რომელ დღეს მოუნათლავთ, ხო, ახალგაზრდები არიან, ჯერ შვილები არ ყავთ, რომელ დღეს მოინათლება ჩვენი შვილი, რომ იმ დღის წმინდანის შემწეობა აქვს ჩვენ შვილს, ესე იგი შემთხვევით არ ხდება. ზერო შეერწიოს მეუფე ანდრიას, წმინდა გრიგოლ ხანძთელი და წმინდა ანდრია პირველწოდებული. რაც შეეხება სახარებას, ესე იგი, აი სახარებას სხვაგვარად ეწოდება სიცოცხლის წიგნი. სიცოცხლის წიგნი. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა სახელმძღვანელო. რითიც ხელმძღვანელობს, ხო, რითიც წარმართავს ამა თუ იმ საქმიანობას. აი უამრავ სფეროს ყველას თავისი რაღაც სახელმძღვანელო აქვს, რითიც ის ორიენტირს პოულობს, ესე იგი, როგორ უნდა გააკეთოს ესა თუ ის საქმე. იქნება ეს მათემატიკის სახელმძღვანელო თუ ქიმიისა თუ ასე შემდეგ. ასევე ამ ცხოვრებასაც აქვს თავის სახელმძღვანელო. ეს არის სიცოცხლის წიგნი, ამიტომაც ეწოდება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ სახარება, სწორედ წმინდა წერილი. ჩვენი აზროვნებისთვის ამოსავალი წერტილი ის უნდა იყოს. სახარებისეულად უნდა ფიქრობდეს, აი უნდა ფიქრობდეს დაუშვათ რა არის მეგობრობა სახარების მიხედვით, რას ეწოდება მეგობარი. რას ეწოდება აი სიყვარული როგორ განიმარტება სიტყვაზე. როგორია სწორი აღსარება დაუშვათ რა არის ცოდვა. ეს ყველაფერი აი სახარებისეულად თუ ადამიანი ამას იაზრებს, მისთვის ბევრად უფრო გასაგებია და ნათელია ყველაფერი და ამიტომაც აი ასეთი წესია მორწმუნისათვის, რომ ყოველდღიურად ერთ თავს სახარებიდან უნდა კითხულობდეს, ერთ თავს სამოციქულოდან. ეხლა ეს მინდა რომ ზოგადად განმარტო რას ნიშნავს სახარება და რას ნიშნავს სამოციქულო, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში მე აი ახალი მოსულისთვის რომ მithქვამს ეს ვატყობ რომ არ იცის რას ვეუბნები, რაზეა საერთოდ საუბარი და ამიტომ ეს რომ გაუგებარი არ იყოს და ცალ-ცალკე იყოს ამაზე საუბარი. საერთოდ წმინდა წერილი შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ძველ აღთქმაში არის თავისი წიგნები, ბიბლიაც თვითონ წიგნებს ნიშნავს, სიტყვა ბიბლია წიგნებს ნიშნავს, მრავალი წიგნი არის ერთად შემოკრებილი. ახალ აღთქმას აქვს თავისი წიგნები. ძველ აღთქმაში არის წიგნები, რომელიც ქრისტეს შობამდე პერიოდის შესახებ მოგვითხრობენ, სამყაროს შექმნიდან დაწყებული ვიდრე ქრისტეს შობამდე, რა მდგომარეობა იყო. ახალი აღთქმის წიგნები უკვე, რომელსაც უშუალოდ სახარება ეწოდება, მოგვითხრობს ქრისტეს შობიდან დაწყებული და ვიდრე გამოცხადების წიგნამდე. ეს გამოცხადების წიგნი წინასწარმეტყველური წიგნია, რა იქნება მეორედ მოსვლის ჟამს და ეს მოვლენებია აღწერილი. 4 სახარება ასე თუ ისე ადამიანებისთვის გასაგებია. უпростоრად სახარება ერთია, მაგრამ 4 მახარებელმა მათემ, მარკოსმა, ლუკამ და იოანემ აღწერეს. სულიწმინდის კარნახით, ამას აი ხაზი უნდა გაეცეს. კი, ეს წიგნები ჩვენ ჩამოვთვლით ახლა ბევრ წიგნებს, მაგრამ ყველას ავტორი მაინც საბოლოო ჯამში არის სულიწმინდა. სულიწმინდის მიერ არის დაწერილი. ადამიანის ხელი წერდა, მაგრამ ეს ადამიანის გონების პროდუქტი არ არის. ეს არის სულიწმინდისეული. ამას მოყვება საქმე მოციქულთა. საქმე მოციქულთა აღწერს ესე რომ ვთქვათ ქრისტეს ამაღლებიდან, ქრისტეს ამაღლების შემდგომ მოვლენებს უშუალოდ ეს საქმე მოციქულთა იწყება იქიდან, რომ ზეცად აღმავალ მაცხოვარს უყურებენ მოციქულები, აი სადაც თავდება ლუკას სახარება, რომ მაცხოვარი ელეონის მთიდან ზეცად ამაღლდა, ბოლოს დალოცა კურთხევა მისცა თავის მოწაფეებს და ზეცად ამაღლდა, ზუსტად იმ ადგილიდან გრძელდება საქმე მოციქულთა. ავტორიც ერთი ყავს. ადამიანურ
დონეზე ავტორი ერთი ყავს ლუკას სახარებას და საქმე მოციქულთას. ორივე ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. და ეს თხრობა ეხება მოციქულთა მოღვაწეობას. უფრო კი პეტრე და პავლე მოციქულის მოღვაწეობას. პირველი ნახევარი დაახლოებით ეხება პეტრე მოციქულის მოღვაწეობას, თუმცა სხვა მოციქულებზეც არის საუბარი და მეორე ნახევარი უფრო მეტად უშუალოდ ეხება მოციქულ პავლეს მოღვაწეობას. და დაახლოებით აი 67 წლამდე აღწერს, პირველი საუკუნის 67 წლამდე აღწერს მოვლენებს, რადგან ამ თხრობაში არ ჩანს არც პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრა და არც პავლე მოციქულს რომ თავი მოჰკვეთეს და ეს კიდე 67 წელს მოხდა და ამიტომ თხრობა მანამდეა, ეს მოვლენები უკვე აღარ ჩანს. ამას მოყვება შემდგომ ეპისტოლეები, ანუ ქართულად რო ვთქვა წერილები. ეპისტოლე იგივე წერილია. არსებობს 7 კათოლიკე ეპისტოლე. კათოლიკე არის საყოველთაო ეპისტოლე, რომელიც რაღაცა კონკრეტული ადამიანისთვის და ქალაქისთვის არ იყო განსაზღვრული და შემდგომ მოყვება პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, რომელიც კონკრეტულად ამა თუ იმ ქალაქის, მაგალითად რომის თუ კორინთოს თუ ეფესოს მიმართ არის გაგზავნილი, ან კონკრეტული პიროვნებების მიმართ, როგორც იყვნენ ტიმოთე, ტიტე, ფილიმონი და სხვა. ამას მოყვება და ამ წერილებსაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა და თავისი მიზეზი ჰქონდა, რამაც წარმოშვა ეს წერილები საერთოდ, რა საჭიროებაც არსებობდა. აი მაგალითისთვის ვიტყვი სიტყვაზე, დაახლოებით 2 წელი მოციქული პავლე ცხოვრობდა კორინთოში. ეხლა ამ 2 წლის განმავლობაში რამდენ რამეს ასწავლიდა ის. რასაც ასწავლიდა, ისინი კი არ იწერებოდა ამ წერილებში. აი რაც დაუშვათ 2 წლის განმავლობაში ასწავლა და შემდგომ დატოვა და სხვაგან უნდა წასულიყო ქრისტიანობის აქადაგებლად. და იქ ვინც დატოვა ამ ქალაქში, არა, მათში გაჩნდა რაღაცა შეკითხვები. და ამ შეკითხვებზე პასუხებია უკვე ეპისტოლეები. რომ სხვა ქალაქში არის მოციქული პავლე, მას უგზავნიან ამ შეკითხვებს, აი დაუშვათ ეს დაწერილი შეკითხვები მიუვიდა. მოციქული პავლეც წერილობითად უგზავნის მათ ამ ყველაფრის ახსნა განმარტებას. ხოლო უშუალოდ რაც მოციქულმა პავლემ სიტყვიერად ასწავლა კორინთელებს, ეს არ არის ესევე ჩაწერილი. არამედ ბევრი რაღაცა ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას და ეკლესიაში არის წმინდა წერილთან ერთად წმინდა გარდამოცემა, რომელიც ზეპირად გადაეცემოდა. ზოგი რამ ეხლა ჩვენ შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ არ ვერსად ვერ ვნახავთ ჩვენ რომ სახარებაში რომ პირჯვარი როგორ უნდა გადაიწერო, ან საერთოდ პირჯვარი რომ უნდა გადაიწერო. მაგრამ იყო რაღაცა რაც ზეპირად გადაეცემოდა, იყო რაღაც. აი მაგალითად აღმოსავლეთისკენ რო ვდგავართ ჩვენ და ასე რო ვლოცულობთ, ეს წმინდა წერილში არსად არ ფიქსირდება. მაგრამ იმ გარდამოცემიდან ფიქსირდება. ეს გარდამოცემები წმინდა მამათა ქადაგებებში, მოწამეთა ცხოვრებაში, წმინდა მამათა თხზულებებში თუ კანონიკურ ძეგლებში არის დაცული. და ამ ეპისტოლეების, ესე იგი, ამ ეპისტოლეების შემდგომ არის, როგორც ვთქვით, გამოცხადების წიგნი, რომელიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა კუნძულ პატმოსზე დაწერა. აქ წინასწარმეტყველურად არის ამ წიგნის განმარტება ყველაზე ნაკლებია. აი წმინდა მამათა მიერ განმარტებული სახარების წმინდა წერილის წიგნებს შორის ყველაზე ნაკლები განმარტება ახლავს გამოცხადებას, სხვაგვარად აპოკალიფსი ეწოდება ამას და ზოგადად იცით როგორ არის აი მოუმზადებელი გონებისთვის ცოტა სახიფათოც არის ხოლმე რომ პირდაპირ აიღოს და გამოცხადების წიგნი წაიკითხოს, მერე რაღაცა თავისი ალეგორიები უჩნდებათ ადამიანებს და დააკავშირებენ ხოლმე ეს ამას ნიშნავს, ის იმას ნიშნავს და იმას ჭირდება კიდევ ჯერ მყარი საფუძველი რომ ქრისტიანულად აზროვნებდეს ადამიანი და მერე კიდე ჩვენი გონებით არ უნდა გავმარტოთ ესა თუ ის საკითხი. არც სახარების საკითხები. არამედ წმინდა მამათა მიერ უნდა ვიხემძღვანელოთ ჩვენ. ეხლა ქართულ ენაზე
არის გამოცემული წმინდა ივანე ოქროპირის მიერ განმარტებული წმინდა წერილი და არის ასევე წმინდა თეოფილაკტე ბულგარელის, ნეტარი თეოფილაკტე ბულგარელის განმარტება, რაც პრინციპში არის კონსპექტი წმინდა ივანე ოქროპირის მიერ სახარების განმარტების. ანუ უფრო მეტად მოკლედ არის, უფრო მეტად გაადვილებულია, უფრო მეტად ადვილი გასაგებია. წმინდა ივანე ოქროპირისა გაცილებით ვრცელია. თუმცა გაცილებით სიღრმისეულიც არის ამასთან ერთად. ну ქართულ ენაზე სხვა ესეთი მასშტაბური მე არაფერი არ მოხსენდება და ვინც ახლა სხვა ენებს ფლობს მათთვის გაცილებით ფართო და დიდი არის ეს ლიტერატურა და შეუძლია რომ მოიძიოს და წაიკითხოს და საერთოდ აი ჩვენი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი მთავარი უნდა იყოს წმინდა წერილთან ურთიერთობა. ახლა ზოგჯერ ჩვენ გავიგონებთ რომ აი წაკითხული გვაქვს, ვიტყვით რომ წმინდა წერილი წაკითხული გვაქვს, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა და დამოკიდებულება. ეს არ არის წიგნი, რომელსაც ერთხელ წაიკითხავს ადამიანი და აღარ მიუბრუნდება. ეს არის წიგნი, რომ ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება ჩვენთვის. ეს არის როგორ ეუბნება, ნახეთ, ზოგიერთი რაღაცა ვერ გაიგეს მოციქულებმა და დატოვეს და წავიდნენ. ზოგიერთმა მსმენელმა და 12 მოციქულსაც ეუბნება უფალი რომ თქვენ ხო არ გინდათო რომ წახვიდეთ და პეტრე მოციქული ეუბნება სად წავიდეთო უფალო საუკუნო ცხოვრების სიტყვები შენ გაქვს და სწორედ საუკუნო სიცოცხლის მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი სიტყვებია იქ და ამ სიტყვებთან ურთიერთობა ამითი უნდა იყოს ადამიანის სავსე ესე იგი ამაზეა ლაპარაკი ამიტომაც ყოველდღიური კავშირი უნდა ჰქონდეს. ახლა მაგალითად აი ამ ნათურებს ყოველწამიერი კავშირი თუ არ ექნება დენის წყაროსთან, ესენი ჩაქრებიან. ხო მართალი მე რა რომ ერთი დღე ანთებული იყო. ის ერთი დღე რო ანთებული იყო, დღემდე არ გამოყვებოდა, აი უკანა ნათურები არ არის ანთებული. ადამიანიც ესე ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს კავშირი. ცხოვრების სიტუაციაში, ამა თუ იმ სიტუაციაში ჩვენი გონება იმდენად უნდა იყოს სავსე ამ წმინდა წერილის სიტყვებით, რომ უნდა გვახსენდებოდეს, ესე იგი სახარებისეულად, როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად. ამა თუ იმ სიტუაციაში, რას გვეუბნება უფალი, რას გვეუბნებიან მოციქულები, როგორ მოიქცნენ თავად და ამ მოვლენების შესახებ რას ამბობენ წმინდა მამები. ეს ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ რთული რაღაცაა, რაზეც მე ვამბობ. რთული არ არის. როგორ არის ნათქვამი? წყალმა რო წვეთაო, ქვა გახრიტაო. ჩვენ არ გვეუბნებიან, რომ მთელი ეს წმინდა წერილი ერთ დღეში შევითვისოთ. ესეც არასწორი იქნება. არამედ წვეთად ყოველდღიურად ის 5 წუთი იქნება თუ 10 წუთი ადამიანს თუ აქვს ურთიერთობა წმინდა წერილთან, ასეთ რამეს აღმოაჩენს, თუ ის დაკვირვებით კითხულობს. თუ არა ვწდები წმინდა ბასილი დიდი ამბობს, აი ვინც ასე დაკვირვებით კითხულობსა და მთელი გულისყურით წმინდა წერილიო თავად განუმარტავს თავის თავს. თუმცა მხოლოდ თავად არ გაგიმარტავს წმინდა მამათა მოშველიებაა საჭირო და როდესაც აი ამ ცოტაობით ადამიანი ეცნობა, მე ესეთ რამეს აღმოაჩენს, რომ ხელმეორედ რომ დაიწყო სახარების კითხვა თითქოს ყველაფერი წაიკითხა, მაგრამ ეხლა კიდე რაღაც სხვანაირად აღმოაჩინა რაღაც. ეხლა მე მაგალითად რომელი წელი იყო დაახლოებით 2002 წლიდან. დაახლოებით ამ დროიდან ვკითხულობ ხოლმე ყოველდღიურად. ნახა ჩავარდნები ასე თუ ისე ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს და მათ შორის მეც. მაგრამ ეხლა რამდენჯერ მექნება წაკითხული, ეხლაც რო ვკითხულობ ხოლმე რაღაცა აღმოაჩენ ხოლმე რომ ეს სიტყვა ხო სხვა დროსაც წამიკითხი, მაგრამ ეხლა რაღაც სხვანაირად გამოჩნდა ის. სხვანაირი აზრი გაიხსნა მერე იქ. ანუ ის ყოველთვის ახალი დარჩება. ისე კი არა რომ ეს წაკითხული მაქვს და ეხლა მე მობეზრდება. არ მოგბეზრდება. თუ გულისყურით კითხულობ, ის ყოველთვის ახალი იქნება შენთვის. სულიერების იმ საფეხურზე, რა საფეხურზეც იქნები, შენთვის რაღაცა სხვა გაიხსნება. რაღაცა სხვას გეტყვის კიდე.
და ეს არ არის მარტო ინფორმაცია, არამედ ეს არის სიტყვები, რომელიც ადამიანს სიხარულით ავსებს. ეს არის სიტყვები, რომელიც ადამიანს ნუგეშს აძლევს, იმედს აძლევს, სადღაც გამხილებს, რომ შენ რო ასე აკეთებ, ეს ასე არ უნდა გააკეთო. და ის ფაქტი უკვე რომ შენ რაღაცაში გამხილებს, ეგ ნიშნავს, რომ რაღაცას ვერ აკეთებ სწორად. და რასაც ვერ აკეთებ სწორად, იმის გამოსწორებას ეცდები. ყოველ შემთხვევაში გეცოდინება, რომ სად დაუში შეცდომა, სად არ დაუში. და მე უკვე აღარ იქნება საჭირო ჩვენთვის აი ლოცვანებში რომ მოცემული არის ის ცოდვების ჩამონათვალი. მოკლედ რო წერია ხოლმე, ახსარებას რომ ვამბობთ. უკვე ის აღარ იქნება ჩვენთვის საჭირო. არამედ უფრო ფართოდ იაზროვნებს ადამიანი და მიხვდება, რომ ესე იგი სად იყო ცოდვა ჩვენს მიერ ჩადენილი, სად არის ცოდვა ჩასაფრებული და ჩვენი გონება სავსე უნდა იყოს გონებაც და გულით სახარებისეულით ხრობით და მარტო ერთი ადგილის კი არა, შეიძლება რამოდენიმე პარალელური ადგილი გახსენდებოდეს იმ საკითხთან დაკავშირებით. აი ჩვენი გონება ამით უნდა იყოს მოცული. და ეს არის ჩვენი აზროვნების მთავარი წყარო. სახარებისეულად უნდა იაზროვნოს ადამიანი. და ჩვენ ერთი პერიოდი გქონდა ხოლმე ასე რომ რაღაცა გარკვეულ მონაკვეთს განვიხილავდით ხოლმე სახარებიდან და მაგრამ მე ახლა ასეთ რაღაცას გთავაზობთ რომ თქვენ ვინც კითხულობთ სახში სახარებას და წესით ყველა მორწმუნე ადამიანი უნდა კითხულობდეს სახარებას თუ საქმე მოციქულთას და ეპისტოლებს ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამ გავაკეთოთ. თქვენ რასაც იქ წაიკითხავთ და იმ მომენტში არ იქნება თქვენთვის გასაგები, მოვიდეთ და ერთად გავარჩიოთ აქ. შეიძლება ასეთი რამდენიმე შეკითხვა დაგროვდეს. და სიტყვაზე ვამბობ, რაღაცა რომ დავუშვათ, აი ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან ჩვენ რაღაცა მუხლი ამოვიღეთ და განმარტეთ. განმარტეთ ჩვენი აზრით კი არა. აი ესა თუ ის წმინდა მამა რას ამბობს ამის შესახებ. სხვასაც რომ შეხვდება ის იმ დროს როცა ის წაიკითხავს, უკვე ეცოდინება ეს რას ნიშნავს. და უფრო ყველასთვის მეტნაკლებად ნელა უფრო გასაგები ხდება წმინდა წერილის თხრობა. ერთი რაღაცა შეკითხვას დასავს, მეორე სხვას, მესამე სხვას. იმ დროს ჩვენ შეიძლება ის არ წაგვიკითხავს, ყველა ერთ დროს სხვა ვკითხულობთ, ერთ და იგივე თავს და ერთ და იგივე მუხლს, არა? მაგრამ სადაც საჭირო გახდება, იქ გაგვახსენდება, რომ ამის პასუხი ჩვენ ასე თუ ისე მოსმენილი გვაქვს. თუ იქნება დაუშვათ რაღაცა ისეთი შეკითხვა, რომელიც ეს ჩემთვის არ იქნება იმდენად გასაგები, რომ მე თქვენ აგიხსნათ, მაშინ იმას მე თვითონაც მოვიძიებ. რომ რაღაცა ჩემი აზრი კი არ თქვა ამასთან დაკავშირებით, არამედ ამა თუ იმ წმინდა მამის სიტყვები და როგორ განიმარტება ზოგადად ეს საკითხი. ასეთი რამე შეიძლება რომ გაკეთდეს. ახლა მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ რო წმინდა წერილს კითხულობდით, არ არსებობს რომ რაღაცა ჩვენთვის უფრო მეტად გაუგებარი არ იყოს. რაღაცა შეიძლება ვერ გაიგო ადამიანმა. ხო, შეიძლება ესეთი რამეც გავაკეთოთ და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა რაღაცა ერთად განვიხილოთ ესა თუ ის მუხლის. თულად შეიძლება რომელიმე ერთ შეხვედრაზე ერთი ადგილი იყოს განხილული. ახლა წარმოედგინეთ 70 ადამიანი 70 სხვადასხვა შეკითხვას რომ მოიტანს, თავისთავად ცხადია ჩვენ 70 ვერ განვიხილავთ. ან თუ განვიხილავთ ძალიან ზედაპირული იქნება და შეიძლება 2-3 იქნას იქ განხილული, მაგრამ ის 2-3 სხვისთვისაც იგივე ადგილზე უკვე გასაგები შეიძლება აღმოჩნდეს. ეს თქვენი შეკითხვებია თუ თქვენი არ არის, ხო? არა, ხო? ეხლა რაც შეეხება ჩვენს მიერ დაგეგმის შეჯიბრებას. ამისთვის ემზადებით. რომ გადაგვეწია რამდენიმე დღით. თქვენ
რა სიტყოდით რომ გადაგვეწია არა იცით რატო გადაგვეწია რაღაცები არის დაგეგმილი ეს აღარ